გამარჯობა ბატონო ლუკა. მოგესალმებით. რამდენი დღე და ღამეა გეძებთ? მართლა? კი. ლუკა კურტანიძეს შაბათის ეთერმა საქართველოს პარლამენტის შენობაში რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ მიაგნო. ჩვენი ინტერესის საგანი ქალებზე ძალადობაში მხილებული პირი მას შემდეგ გახდა, რაც მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ კურტანიძე რეჟიმმა გაზისა და ნავთობის კორპორაციაში ფიქტიურად დაასაგმა. ანუ სახელმწიფო კომპანიიდან ფულს ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს არაფრის კეთებაში ხალხის ჯიბიდან უხდიან. რა საქმიანობთ გაზისა და ნავთობის კორპორაციაში? ბატონო ლუკა, რა გააკეთეთ ხა? ლუკა კურტანიძე ძალადობაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც კითხვა მისი ფიქტიური დასაქმების შესახებ მოისმინა. ჩვენზე ძალადობის შემდეგ კურტანიძე თეა წულუკიანის კომისიის ხდომაზე შევიდა და დაიწყო იმის მოყოლა, როგორ იყო თავად ძალადობის მსხვერპლი. დაგაპატიმრეს. გამაპატიმრეს, გამომიყვანეს და იმ რუსთაველის ჩამიყვანეს თავისუფლების მოედანზე, იქ წრე შეკრეს და იქ უკვე არა მარტო რეზინის ხელკეტებით, არამედ გასაშევი რკინის ხელკეტები არის, იმით მცემეს. შაბათის ეთერის მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი ლუკა კურტანიძე ოფიციალური ინფორმაციით გაზისა და ნავთობის კორპორაციის თანამშრომელია. ის კორპორაციაში 2022 წლიდან ხელშეკრულებით დასაქმდა და საკმაოდ მაღალ ხელფასს უხდიან. ვეძებ ამ პიროვნებებს და ხო არ გეცნობათ? ეს კურტანიძე. კი. თქვენ თანამშრომელია? არა, ჩემი თანამშრომელი. არა? არის. ვარდადის არ მინახია და ვერ ვხვდები და არ მაქვს ბედია. ისე კაი ხელფასებია აქ? არა. არა უჭერს ხა? თავი გაკაქვთ ხა რაღაცნაირად? არა. ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომელი სამსახურში არავის უნახავს. მათ შორის არც კონტროლის დეპარტამენტის შეფს, რაც ადასტურებს ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომ ის სამსახურში არ დადის, ქართული ოცნება ხელფასს ხალხის ჯიბიდან იმისთვის უხდის, რომ რეჟიმი არ გააკრიტიკოს. ეს ვიცი ახლა, ეს ლუკა არის. არ. ლუკაც არ გინახავს? არ მინახავს, არა. ვიდრე კურტანიძე გაზისა და ნავთობის კომპანიაში დასაქმდებოდა, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი იყო. თანამდებობიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც კურტანიძე ახალგაზრდა ქალმა ძალადობაში ამხილა. თუმცა, როგორც ირკვევა, ქართულმა ოცნებამ მხოლოდ სამუშაო ადგილი შეუცვალა და მაღალი ხელფასი იმ სახელმწიფო კომპანიიდან დაუნიშნა, სადაც საერთოდ არ დადის. კურტანიძის, როგორც ქალებზე მოძალადის წინააღმდეგ პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლე ახლა ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ ყოფილი მეუღლის არჩევს განიხილავს, რომელსაც ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი სასტიკად სცემდა. ლუკა კურტანიძე არ ვიყო, შენ თუ მიწა არ გაჭამო სიმწრისგან. აი ნახავ შენ, კანონით მოგთხოვ ყველაფერს. შეღორიშვილო, ისე დაასრულებ ცხოვრებას, რომ იცხევლიდეთ ხედაღამე ცხოვრებას. სადაც გინდა ეს ახლა ეს მოასმენინე, აი ამ ნათქვამსაც შეკტენი ერთ ადგილზე. ეს ხმოვანი შეტყობინებაც ახლა საქმის მასალებში ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ ერთ-ერთ მტკიცებულებად დევს. ისევე როგორც არაერთი ფოტომასალა, რომელიც შაბათის ეთერმა მოიპოვა. ფიზიკური დაზიანებების მიყენება ყოფილ ცოლზე 8 წლიანი თანაცხოვრების პერიოდში სისტემურად ხდებოდა. ქალი ამ დრომდე დუმდა და კურტანიძის ძალადობის შესახებ ინფორმაციას საკუთარ დასაც არ უყვებოდა. დღესაც ცუდად ხდები, მაგ ადამიანს რო ახსენებენ. რა სახის დაზიანებები გქონდა? ყველა სახის. ფიზიკური. თვალზე, სილურჯერები და გემატომები თავში და ფეხი, ქალის არეში სილურჯერები, ჩამწევები. რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების პერიოდში ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც კურტანიძემ საკუთარ ნაცემ ცოლს თავისუფლებაც აღუკვეთა და სახლში გამოკეტა. არ გამოკეტა ბორჯომში რომ ორი სართულიდან კიბით და 4 ჩურსტელით ჩამოვიდა თბილისში ქუთაისშიც. თავისუფლება შევკეტა თუმცა ქუთაისში. ეს ყველაფერი არ არის. ლუკა კურტანიძეს საჯარო სამსახურში დასაქმებული ყავს უფროსი შვილი ანა კურტანიძე და მისი ქმარი ივა ლორქიფანიძე. კურტანიძის სიძე საქრუს ენერგოში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე მუშაობს. მაღალი ანაზღაურება აქვს კურტანიძის რეკომენდაციით დასაქმებულ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მის ქალიშვილს ანა კურტანიძეს.
ბატონო ივა, საქმროს ენერგოში ლუკა კურტანიძემ თქვენმა სიმავრმა დაგასაქმათ? ბატონო, ლუკა კურტანიძემ თქვენმა სიმავრმა დაგასაქმათ საქმროს ენერგოში? თქვენი მეუღლე ქალბატონი ანა. ალო? შაბათის ეთერის ინფორმაციით, გაზისა და ნავთობის კორპორაციაში წლების განმავლობაში ფიქტიურად იყო დასაქმებული ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ზურა ზვიადაური. კაცი, რომელიც მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და სასჯელ ახსრულების დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ დატოვა. გაზისა და ნავთობის კორპორაციის ერთ-ერთი დეპარტამენტის შეფის თქმით, კორპორაციაში არაერთხელ უნახავთ. აქ იყო მე-6 საფრთხეზე ის და რაღაცა არ ვიცი. იყო მოსული ეს პიროვნება, აი ეს ზვიადაური. მე-6 სართულზე? ალბათ რაღაც საქმეზე იყო ვერ გეტყვით. ზვიადაური. ვიცნობ ამას და პირადადაც ვიცნობ და ვიცი. აქ იყო ბატონო, ჩვენ დავინტერესდით წლების განმავლობაში ათასობით ლარს რა საქმიანობისთვის იღებდა გაზისა და ნავთობის კორპორაციიდან. რომელ დარგში იყო ის კომპეტენტური გაზის ტრანსპორტირებისა თუ ნავთობის მოპოვების? ბატონო, გაზისა და ნავთობის კორპორაციაში რა თანამდებობაზე მუშაობთ? შეგიძლიათ გითხრა? ხელფასი რამდენი გერიცხებათ ბიუჯეტიდან? შემჩნეული ყავთ ის ადგილობრივ თანამშრომლებს, რომ მოძრაობთ იმ ოფისებში? ეს გაზის და ნავთობის კორპორაციის შვილობილი კომპანია, გარდაბნის თბო ელექტროსადგურია. აქ არის დასაქმებული ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი. ქუცნაშვილი აქ დირექტორის მოადგილედაა გაფორმებული. სამუშაო საათებში იმის გადასამოწმებლად მოვედით, ქუცნაშვილი რეალურად მუშაობს, თუ ისიც ხელფასს არაფრის კეთებაში იღებს. ზაქრო ქუცნაშვილი მკაცრი დირექტორის მოადგილეა? ვინ? ზაქრო ქუცნაშვილი. არ ვიცი. არ შეხვედრიათ არასდროს? დი თქვენი დირექტორის მოადგილეა? მე იყოს, მე რა ვიცი. არის ცნობთ დირექტორად? ადამიანს ვიცნობ, მაგრამ არ ვინახავ. არ გინახავთ. იცი რა მითხარით გულწრფელად? ზაქრო ქუცნაშვილი კაი დირექტორის მოადგილეა? მკაცრია? აქ არ მუშაობს ეგეთი. არ მოდის ხოლმე? დაინახეთ მოსული ეგეთი ვინმე. ზაქრო ქუცნაშვილი? ოფიციალურად აქ არის დასაქმებული ნავთობისა და გაზის კორპორაციაში და ეს კორპორაცია არ არის. ხო, გარდაბნის თბოსადგურ ერთში. ეგეთი არავინ არ არის. ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოყვანის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. მისი პოლიტიკური კარიერაც გავრილოვის სკანდალმა იმსხვერპლა. თუმცა, მრავალათასიანი ხელფასი და პოსტი ოცნებამ მაინც მისცა. ბატონო ზაქრო, სამსახურში მობრძანდით დღეს გარდაბნის თბოსადგურში ვარ. თამთა ვარ, ბატონო ზაქრო, თამთა დოლენჯაშვილი. თამთა რასთან იქცე? თქვენ ხო დირექტორის მოადგილე ბრძანდებით, ბატონო ზაქრო? კი. და როდის მოხვალ სამსახურში გელოდებით, შეხვედრა მინდოდა თქვენთან? ხოდა რასთან იქცე თამთა? აი თქვენზე რო ვისაუბროთ, კონკრეტულად რა საქმიანობით ხართ დაკავებული მკაცრი უფროსი ბრძანდებით თუ მობიერი? ხომ არ იგვიანებენ თანამშრომლები სამსახურში თუ ამოწმებთ ამ ინფორმაციას ხშირად? თამთა, მე რა გამოვედი პოლიტიკიდან საჯარო ინტერვიუებს აღარ იძლევი. გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ პოლიტიკიდან წასული კაცი ფიქრობს, რომ საჯარო პირი აღარაა და არაა პასუხისმგებელი განმარტოს მისი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ. ფიქტიურად დასაქმებული ქუცნაშვილი, რომელსაც მანამდე ენერგეტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, სამსახურში დღესაც ვერ მოვა. თუმცა, მისივე თქმით, დისტანციურად გააკონტროლებს თანამშრომლების უსაფრთხოებას. სამსახურში ხო არ ხართ? გამათვალიერებინოთ თბოსადგური. არა, ეხლა არა ვარ. არა, ზუსტად ახალ პოლიტიკიდან გამოვიდი უკვე ტელეინტერვიუ არ მომიწია არავისთვის რა. რამდენი ადამიანი არის თქვენ დაქვემდებარებაში? ეს უკვე ინტერვიუს ფორმატიდან დამიტანე. ხო და მაინტერესებს ეს პოლიტიკოსი ბატონი რა საქმიანობთ გარდაბნის თბოსადგურზე? ხო გეუბნებით ჩვენ შიდა თემებია, რომელიც პერსონალური ხასიათის თემებია და რაგანგებობის სიტუაციების მართვის მიმართულება, შრომის უსაფრთხოების მიმართულება და ინფორმაციული საფრთხეების სისტემების მიმართულება. ზაქარია ქუცნაშვილი დეკლარაციას აღარ ავსებს. ამიტომ შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენ 1000 ლარს იღებს ის ხელფასის სახით. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ქუცნაშვილის წლიური ანაზღაურება 80,000 ლარს აჭარბებს. ისე ჯამაგერი დიდია? ხო, მაგრამ მართლა მაინტერესებს, ბატონო ზაქრო. პარლამენტში უფრო მაღალი ხელფასი ქონდათ თუ თბოსადგურში ახლა?
შაბათის ეთერის მოპოვებული ინფორმაციით, გაზისა და ნავთობის კორპორაცია და მისი შვილობილი კომპანიები ქართული ოცნების, ყოფილი წევრების, მათი ცოლების და ახლო ნათესავების თავშესაფარია. ჩვენთვის რამდენიმე გვარი ხდება ცნობილი, ამიტომ ახლა ინფორმაციის გადამოწმებას გაზისა და ნავთობის კორპორაციის შეფთან, გიორგი ჩიქოვანთან ვცდილობთ. ანუ გიორგი, უნდა კითხოთ ლუკა კურტანიძეზე. რა საქმიანობს თქვენ კორპორაციაში და როდის დასაქმდა რომ ითხრათ? გამოგვიარეთ მე რომ ჩამოვალ ჩემთან და გინდათ გავისაუბროთ. კი, ძალიან დიდი სურვილი მექნებათ. აი, ორიოდე სიტყვით რომ ითხრათ, ბატონი ლუკა რა საქმიანობს თქვენთან ორგანიზაციაში? თქვენ ჩემი ნომერი ხო გაქვთ იმისი რა ქვია, უბრალოდ მეილზე გამომიგზავნეთ, რომ ამომწურავი პასუხი გაგცეთ. როდის დასაქმდა ეს რომ ითხრათ? ზეპირად არ მახსოვს სიმართლე გითხრათ და მეილზე თუ გამომიგზავნით, ამომწურავ პასუხს გაგცეთ. სახელმწიფო კორპორაციის შეფმა მოგვატყუა და ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად გიორგი ჩიქოვანი ინტერვიუზე არ შეხვდა. ამიტომ ახლა მას სახლში მივაკითხეთ იმის დასადგენად, რატომ უხდის ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებს არაფრის კეთებაში ფულს. ეს ბეთანიაში გაზისა და ნავთობის კორპორაციის შეფის მდიდრული რეზიდენციაა. ჩვენ მასთან კომუნიკაცია აქ რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა ის კავშირზე არ გამოვიდა. ამის შემდეგ ვადგენთ, რომ ჩიქოვანი თბილისში, ბიძის სახელზე გაფორმებულ აპარტამენტში ცხოვრობს, რომელიც დედაქალაქის უძვირეს საცხოვრებელ კომპლექსში, დომუს იპოდრომში მდებარეობს. დაცვის სამსახური გაზისა და ნავთობის კორპორაციის შეფის რეზიდენციის გადაღების უფლებას არ გვაძლევს. ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანიის შეფი კორპუსში ბიძის სახელზე გაფორმებულ 207 კვადრატულ მეტრ რეზიდენციაში ცხოვრობს. აქ კვადრატული მეტრის ღირებულება $3,000-დან იწყება. და ბატონი გიორგის ოჯახი რატომ ცხოვრობს აბა თქვენ მისამართზე? არ შეიძლება? ათხოვეთ ბინა ბატონო დათო? პერიოდულად მოდის სტუმრად. რა, თქვენ ვიბრძანდებით. სტუმრად მოდის და თქვენთან რჩება ოჯახით და მეუღლით? მომიტანა სუპი და წავიდა. ეგ ბინა არის ჩემი, მე ვიდე არავისთვის არ მიჩუქებია, არავისზე არ გადამიფორმები. უბრალოდ რჩება განცდა რომ ეს ბინა არის ბატონი გიორგი ჩიქოვანი და ფაქტიურად არის გადმოფორმებული თქვენზე ბატონო დათო. ქალბატონ ქეთინოსეძე. სალამი, მე თამთავარ, როგორ ძანტებით? ეს უკვე ქეთინო მედვედსკაია, ქართული ოცნების პროპაგანდისტის დიტო სამხარაძის ცოლის დოდო მედვედსკაიას და. ისიც სახელმწიფო კომპანიაში დაასაქმეს. ექიმი გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომელია. სამუშაო საათების მიუხედავად ახლა დიტო სამხარაძის ცოლის და სახლში დახვდა და არ უნდა საუბარი პირზე, რომელმაც ის კომპანიაში დაასაქმა. ვისი რეკომენდაციით მოხვდით კორპორაციაში? ეს მაინტერესებს. რო შემკავო თავი კითხვაზე ხორფას დავაშავებ. არაფერი, უბრალოდ თქვენი სიძე საერთოდ დიმიტრი თქვენ სამხარაძე კი, როგორ არის ჩემი მონაწილეობდა თუ არა ამ პროცესში, როდესაც თქვენ დასაქმდით, მანამდე სად მუშაობდით, პროფესიით თუ იმბრძანდებით, ეს ყველაფერი გვაინტერესებს ჩვენ. მე თავშევიკავ თქვენთან. ქეთინო მედვედსკაია, პროფესიით ენდოკრინოლოგია. ამბობს, რომ პროფესიით სამსახური ვერ იშოვა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში დასაქმდა. დიტომ დაგასაქმეთ სამხარაძემ კორპორაციაში? დიტომ აქ კორპორაციაზე საერთოდ კონტაქტი არ აქვს არანაირი მეტრის. ხო ვიცით ახლა ვინც არის დიტო სამხარაძე? ქართული ოცნების გამოჩენილი სახე. კი, როგორ არა. დიახ. დიტო სამხარაძე და ვის რეკომენდაციით დასაქმდით? ვიცით ქალბატონი დოდოს მეუღლე რომ არის, დიახ? კი. დიახ. ხო და მე შევიკავებ თქვენთან კიდე ერთხელ გიმეორებ. მანამდე სად მუშაობდით ქალბატონ ქეთევანი? უზრდელობისგან მომიმართა და კარები მოგეხურეთ. გაზისა და ნავთობის კორპორაციას 10-მდე შვილობილი კომპანია აქვს. მათ შორის ინტერგლას საქართველოს გარდაბნის სამივე თბოსადგური და საქართველოს გაზის ბირჟა. ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ კორპორაციაში 700-მდე თანამშრომელია დასაქმებული. ჯამაგირი ხო უნდა გადაუხადოს ქართულმა ოცნებამ. ამიტომ იმის მაგვირად რომ სახელმწიფო დოვლათის შექმნა სამ კომპანიამ დოვლათს უქმნის ქართული ოცნების ჩინოვნიკებს. ხო, კურტანიძე დაასაქმეს, ქუცნაშვილი რომელიც ქართული ოცნების ჩინოვნიკი იყო ერთ-ერთი, ხო? ესეც დასაქმებული ეს არ დადიან სამსახურში, რა უნდა აკეთონ ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ ჯერ არაფერი არ იციან და შემდეგ იმისთვისაც არ დანიშნულან, რომ იქ საქმე უნდა აკეთონ. მათ არავინ არაფერს არ ეკითხებათ. მან სიჩუმეში, საქმის გაფუჭებაში, ქვეყნისთვის ცუდი საქმის კეთებაში, მთელი ცხოვრება სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, უნდა აიღოს გარკვეული ანაზღაურება. აი სახელმწიფო კომპანიები არის ქართული ოცნების დასაქმების ბიუროები.
შაბათის ეთერის ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრების ძოლები, შვილები, ქმრები და ახლონათესავები რამდენიმე სახელმწიფო კომპანიაში არიან დასაქმებულები. ამის შესახებ უკვე ჩვენს შემდეგ გამოძიებაში მოგიყვებით.